ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. გასული კვირის სიახლეებით ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. მოდით კიდევ ერთხელ ვნახოთ, თუ რითი იყო საინტერესო გასული კვირა მსოფლიო შოუ ბიზნესისთვის. რადიო ფორტუნა პლუსში 24 ნოემბერს გუჩისა და ჯგუფ საუნდის რიგით მეხუთე დუეტის პრემიერა შედგა. სიმღერას ასე ჰქვია მაინც მოვალ. ეს სიმღერა გუჩის მეორე ალბომში შევა, რომლის სახელწოდება რეპეტიცია. სიმღერა ეკუთვნის ალექსეი ბრაბკოვს, რუს კომპოზიტორს. მე მგონი პირველი შემთხვევა, რაც ლეგალურად მოხდა, რომ ეს ქართველები ვასრულებთ უცხოელის კომპოზიციას და ეს არის ავტორობლივი დაცული. ტექსტი ეკუთვნის მე, შეიძლება ისე ითქვას და არანჟი, ბალანსი, მასტერინგი თემო გააკეთა. რაც შეეხება სტილისტიკას, არის პად რეგეი, ბოლომდე არც არ არის, მაგრამ რაღაც მიახლოებით ამ ჟანრშია გაკეთებული. კომპოზიცია ძალიან საინტერესო არის. წარმოგიდგენ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრებს. ანუ მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ გადაცემაში შედგება კიდევ ერთი ახალი ქართული სიმღერის პრემიერა. ჯგუფი საუნდი და გუჩი მეტრეველი. იდეა ერთობლივი იყო, გუჩიმ თქვა რომ ჩაგვეწერა დუეტი და ჩავწერეთ ასე ვთქვათ. მე ვფიქრობ რომ საინტერესო გამოვიდა, იმიტომ რომ საინტერესო როცა ორი მიმდევრობის ადამიანი იქნება თუ შემსრულებელი თუ ჯგუფი ერთად მუშაობენ ერთ პროექტზე. მოდის სახლ DK-ს ახალი სარეკლამო სახე ყავს, ეს არის ქეთათოფურია. გასულ კვირას ამ მოდის სახლმა 2 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე პირველი ჩვენება გამართა. რაც შეეხება ჩვენ მეგობრობას, ასე ვთქვათ, მათ მაშინ რა ქვია, ვალდებულებებში უხეშად რა ვთქვათ, შედის ის რომ ჩემი ჩაცმა დახურვა, მაკიაჟი და ასე შემდეგ ყველაფერი მათევალება, რაც შეეხება სარეკლამო სახეს, ანუ იქნება აქ რაღაც სტენდები თუ რეკლამები და რაღაცები, ყველაფერი ვიქნები მე. ანუ მათ სახეს წარმოვადგენ მე. გიგა კუხიანიძე თავის ახალ სტუდიაში ახალ სიმღერაზე მუშაობს. სიმღერას ასე ჰქვია, როგორ მინდა მოგეფერო. ამ სიმღერის ავტორი ვარ მე, როგორც ყველა ჩემი უმრავლესობა სიმღერებისა. არანჟირება ეკუთვნის კოჩალომდაძეს და ну ჯერ არის დასრულებული, აუცილებლად მივა კონდენციამდე. და როდესაც დასრულდება ამ სიმღერაზე უკვე მუშაობა, ვაპირებ აუცილებლად კლიპის გადაღებას, რომელიც კლიპიც ახლო მომავალში არის დაგეგმილი. ისღერა ვიცი რომ დაცულია ხეშენ და ყოფნა გულს უხარია ჩემო სიყვარულო ჩემო შენახარ სიცოცხლე დიზაინერი გვანცა ჯანაშია 4 დეკემბერს ჩვენებას აწყობს თემაზე სკანდინავიური მითოლოგია. კოლექციის დიდი ნაწილი უკვე მზად არის. ეს საკუთი კიდე გაიგებს დამრჩა. ნეტა იმ სიაში თუ მოხდება დაბადიჟებულების თქმა მაინტერესებს.
პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ პირველი ჩემთვის არ არის, მე მქონდა გაკეთებული ადრე, მაგრამ ეს იყო ძალიან ადრე 93 წელში, მაგრამ რაც მე ესე ოფიციალურად მაქვს უკვე ჩემი სალონი, ეს პირველი კოლექცია. თემა არის ჩემი ჩვენების სკანდინავიური მითოლოგია. და ბევრი რაღაცები მაქვს გამოყენებული. მაქვს გნომებიდან თემა არის გნომები, ელფები, ასევე რადგან სკანდინავიასთან გვაქვს შეხება, ვიკინგების თემაც ძალიან ვფრთხილობ ყველანაირად, ვცდილობ რაც შემიძლია და მე იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი ნერვიულობა და ეს მთელი ჩემი ემოციები იქნებ სასარგებლო იყოს ჩემთვის, რომ ხალხს მოეწონოს და კრიტიკაც იყოს დადებით და მაგმაყოფილებელი მაინც. ის მოვიდა ნახე, ისე იჭებს ძალიან კარგად. მოდი ჯერ არ გავაკეთოთ, ერთი ცალი ეს იყო. მოვაჭერე. შორენა ყარყარაშვილმა, როგორც იცით, სულ ახლახან სანდოს-სტუდიაში კომპოზიტორ მიშა ზაქარიაშვილის სიმღერა ჩაწერა და აი ამ კვირაში ამ სიმღერაზე უკვე კლიპის გადაღებაც დაიწყო. ჩემს შემოქმედებაში ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, მე ესე ვიტყვი, დაწყებულია ფაქტიურად. დაიწყო, როდესაც დავიწყეთ ჩაწერა ამ სიმღერის და ახლა გრძელდება და მე იმედი მაქვს არა, დაზუსტებით ვიცი ის, რომ როგორც კი კლიპს დავამთავრებთ, ეგრევე მეორე ახალ სიმღერა მზადდება. ჩვენი ტანდები შეიქმნა შარშან, ასე ვთქვი, უფრო ადრე, ბანა შარშან როგორც ესეთი კლიპზე შეიქმნა ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი შაირი, ქეცე თოფურეს. შემდეგ ასე ვთქვათ, შემოქმედებითი თუ არა შემოქმედებითი იყო პაუზა და აი დღეს უკვე ჩვენ შორენას ვუღებთ კლიპს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთად მუშაობთ, უკვე ერთად სწავლობდით. ყველაფერი აქედან დაიწყო, მართლა ძალიან კარგად ვიცნობთ და რომ ძალიან ლამაზი სიმღერაა. როცა ერთად დავჯექით მე და ბასა და ერთად იდეაც ერთობლივია ამ კლიპის, შეიქმნა სცენარი აბსოლუტურად განსხვავებული. სცენარი შეიქმნა უფრო ფილმისთვის, ვინმე მუსიკალური კლიპისთვის. ამ კვირაში თეატრალურ სარდაფში რეჟისორმა ნინო შოთაძემ მაყურებელს პრემიერა შესთავაზა. წარმოდგენილი იყო ჯონ ოსბორნის პიესა მოიხედე ფრისხანების შამს. ძალიან რთულად გასაკეთებელი პიესაა, ეს არის პრინციპში ფსიქოდრამა. და ახლა ფსიქოდრამის ისე მოწოდება, რომ მაყურებელი დაიჭირო და არ დაამძიმო, არის ძალიან რთული. მართლაც ძალიან რთული და მძიმე პირობებია დღეს. როგორც ფსიქოლოგიურად, ესე სოციალურად და ისედაც აი ამ მძიმე პირობებში კიდე სიმძიმე სპექტაკლიდან უკვე ხალხი დაღლილია და ამიტომ ჩვენ შევეცადეთ ნინომ რა თქმა უნდა პირველ რიგში შევეცადეთ რომ ყოფილიყო უფრო ჩატეთ წარმოდგენილი სიმძიმეები რაც დღეს ჩვენს გარშემო ხდება. შენ დანაკლებ ხუჭას ეპატიება, მაგრამ ახლა თავიდან მოვწვდილი. აი მე ხო. ჰა. ზეთა მეკეო. პატარაზე გამაჭკიტიერე. არც მარცხნივ გამაჭკიტიერე მეკეო. გლეხი აბავინა. მე გული დაბრუნდა. ლარინგოლოგს მიაკითხე, ლარინგოლოგს. მეკეო, განებე თავი ხო ხედავ რამდენი საქმეა. ეს შენი და საჭირდება პეტო. როგორ მე თვითონვე გამცემს პასუხს აი ვენა ჩაყლაპე? შემოძიე სიტყვა ადამიანო. ახ თუ ჩვენთან საუბარს დაკილობ მაშინ ბოდიში. პაპატიე არ გისმენთ. არ გისმენდა ლეო რა მოხდა? არ მისმენდა კი არა ფიქრობს. ძაღლი იყეფებს და ხმას გაიკმენს არა? სექსა! საკრაუტე! კიკიკუ! იგი თულებიც დააფახულია. ჩეკდა კუთხუდეჩი, კუთხუ, ვიმე!
მაკოცნე რა არა მამა გამიჩავ რა თვალისვილი ხარ არა გაიხადე თავისი ფართები და ფართებით და სეიშენები და ჯემსეიშენები ფენაც ჩვენს ქვეყანას გაუმარა ჯოს გოგონათა ჯგუფი VIP გასულ კვირას ბელორუსიიდან დაბრუნდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ფესტივალში სახელწოდებით ოქროს შლაგერი. И поверьте, поверьте в обман. Обманите меня, обманите. И поверьте, поверьте в обман. ფესტივალს ქვია ზალატოს შლაგერ, ოქროს შლაგერი, რომელიც უკვე მერვე წელია ტარდება. ბელორუსიაში ქალაქ მაგილევში. რაც შეეხება მოწვევას, ჩვენ ამ ფესტივალთან პირველივე დღიდან გვაქვს ურთიერთობა. ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია ის მაგილევის ფილარმონია, რომელიც არის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ ფესტივალის. Обманите меня, но совсем навсегда. Чтоб не думать зачем, чтоб не помнить когда. Чтоб поверить обману, свободно без дум. მე შემიძლია ვთქვა, რომ მართლა წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ჯგუფს, იმიტომ რომ პირველად ცოცხლად კი არ იმღეროს, პირველად ცოცხალ ინსტრუმენტებთან ერთად გამოვიდნენ თანამხელა საერთაშორისო ფესტივალზე, ცოტა ესე გვეშინოდა კიდევაც, მაგრამ მესამე ადგილზე გავიდნენ იუგოსლავიელებთან ერთად და იქ რაღაც ფინანსური ჯილდოების გამო ვთქვათ გადაწყვიტეს თან აეთყობა რაღაც გარკვეული პოლიტიკაც იყო საქართველოს მიმართ. და ვერ დავტოვეს რა ყოველ შემთხვევაში პრიზის გარეშე, სპეციალური პრიზი დააწესეს ჩვენთვის. ორი მოწვევა საერთაშორისო ფესტივალებზე, როგორც ცალ-ცალკე შემსრულებლების, ეს არის სტელასი და ნათია წასიძის ისევ. ეს რაც საერთაშორისო ფესტივალებში ეხება და აი ჯგუფ ხარლეისთან ეს ბელორუსის საკმაოდ ცნობილი ჯგუფია, რომელმაც პირველი ადგილი აიღო და სულ 8 აზარით გაგვისწრო სიმპათიების პრიზზე. ეს თავისთავად ცხადია, 8 აზარით რომ ბელორუსია გაგისწრებს, ესე იგი შენ გეკუთვნოდა ფაქტიურად რა. და ბაბკინას ერთ-ერთი ესეთი განაკვეთი ჯგუფების после 11 ჯგუფს ესე ქვია, საკმაოდ სერიოზული ჯგუფი არის. აი ამ ორ ჯგუფთან ერთად ვიწყებთ ახლა ერთობლივ პროექტებს რა. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.